როგორ გავუმკლავდეთ ბულინგს სოციალურ ქსელებში? ერთ პატარა რჩევა მინდა მოგცეთ ჩემო მეგობრებო, თუ სოციალურ ქსელში გაგინებენ, წყევლიან, ცუდ სიტყვებს ამობენ თქვენი მისამართით, იმისათვის რომ ამან თქვენს ნერვულ სისტემაზე არ იმოქმედოს, ერთი პატარა ხრიკი არსებობს. არა, ორი პატარა ხრიკი არსებობს. ერთი, რომ წარმოიდგინეთ, რომ ეს ადამიანი, ვინც წერს, იწვევება თუ რა ვიცი რასაც აკეთებს, მოკლედ. ლაპარაკობს უცხო ენაზე, რომელიც თქვენ არ გესმით. ბლა 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 ბლა. ხო, არ გესმით არა, რაც არ უნდა გითხრას უცხოელმა, რომლის ენაც არ იცი, არ გესმის ხო, რაც გალაპარაკება და ამ დროს ძალიან სასაცილოდ გამოიყურება. და მეორე, წარმოიდგინეთ, რომ აკეთებთ ჩახოხბილს და ეს ადამიანი, ვინც იწვევება, იგინება და ასე შემდეგ, ეხლა უნდა ჩაშუშოთ ქვაბში. და ის გამწარებულზე, ასე გამოხატავს თავის ემოციას. ხოლო ყველაზე კარგი ვარიანტი მაინც მაქვს მე. გააუქმეთ ყველა სოციალური ქსელი, დაიტოვეთ ერთი, მაგალითად Instagram-ი, სადაც გამოწერილი გყავთ ადამიანები, რომლებიც აფრქვევენ პოზიტივს, ამბობენ რამე ჭკვიანურს და სასარგებლოს და ხედავთ მათ მარტო ლენტაში. დანარჩენი ვინ რას ბოდიალობს და რას ბოდავს. ვეხედავთ. არ გაინტერესებთ და შესაბამისად არ მოქმედებს თქვენზე. ასე რომ სოციალური ქსელების გაუქმება ყველაზე კარგი ვარიანტია. ნაკლებ დროს დახარჯავთ, ნაკლებად დაიბინძურებთ ტვინს დებილური ინფორმაციით, რომელიც არაფერში არ გჭირდებათ და ერთი სოციალური ქსელი მაინც გექნებათ იმისთვის, რომ თლად არ ჩამორჩეთ ცხოვრებას. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება და რაც მთავარია, ყველაფერი რომ ძალიან კარგად იქნება, ეს მხოლოდ თქვენს ხელშია. თითოეული ჩვენი გადაწყვეტილება არის იმის მიზეზი, რომ იყოს ყველაფერი კარგად.